ჩვენ გვინდოდა წვიმა. ჩვენ ძალიან გვინდოდა წვიმა. მერე უცებ იწვიმებს 3 წუთი. ტრეკი ოდნავ დასრულდება და იმის მაგიერ რომ საინტერესო ბოლა მივიღოთ, სარბოლო კონტროლი საერთოდ აჩერებს სესიას. მერე მორჩება წვიმა, ტრეკი აშრება და დღენახევარი იმაზე ვიცუწუნებთ, როგორი მოსაწყენი და უსამართლოა ფორმულა 1. ჩვენ არ მოგწონდა ხელოვნური გადასწრებების მაპროვოცირებელი შესაძლებლობები. რბოლის დროს გადასწრებას მეტად არაბუნებრივს ხდისო. მერე მონაკოში საერთოდ გააუქმეს და მაგაზი ავხდით და გავიკვანძით, რასაა ბიჭო რო აუქმებთო. არ მოგწონს დომინაცია სპორტში. რას ქვია მაქსი 30 წამს იგებდა, უეჭველი მკვდარია სპორტი. მერე უზე მეორე გუნდმა გააკეთა კარგი მანქანა. მიათედი ჩიდადიოდნენ და იმაზე გავატრაკეთ მანქანები ერთნაირი რატოა ახლოს ვეღარ მიყვებიან ჭუჭყიანი ჰაერის გამო. თან პარალელურად ნოსტალგია შემოგვაწვევა ხოლმე მაქსი როგორ პიტავდა მარტო უსწრაფესი წრისთვის და მთელ გრიდზე დასაცინად. იქნებ ფორმულა 1 გახდა სიამოვნების უგარეშოდ საყურებელი. ან იქნებ მილიონობით ზრდასრული ადამიანი, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავი ვალდებულება და საქმე აქვთ, უბრალოდ ატრაკებენ და უხარიათ. მინდა გითხრათ რომ ფორმულა 1 არაა პრობლემა. ჩვენ ვართ პრობლემა. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვატრაკებთ და გვიხარია. თორე ეს სპორტი დღესაც ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც ბოლო 15 წელია. თუ იმ ფაქტს დავივიწყებთ, რომ ყველა ხალი ამბობს, რომ ყველა კაცი ერთნაირია, მაინც ისე გამოდის, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია. ზოგს საკითხულიდან შინაარსის გამოდანა უჭირს, ზოგს ხუმრობა არ ესმის, ზოგი კიდე საერთოდ რასაც უყურებს, იმასაც ვერ ხვდება. და რა ნამოსით მეუბნებით, რომ რბოლის, რომლის ყურებაშიც ყველა ერთი რაოდენობის თანხას ვიხდით, ყველა ერთნაირად უყურებს. სპორტს უყურებენ ტექნერდები, რომლებისთვისაც უქმები ხუჩებაც პრაქტიკებით იწყება. მერე მიღებული ინფორმაციით სხვა ნერდებს ხინკალზე და ლუდზე ფენტეზის ეთამაშებიან. და მე ამ ყველაფერზე საერთოდ ვიდეოებს აკეთებენ. გამარჯობათ. ნამდვილად არ ვიცი რა სიამოვნებას ვიღებთ უკანაფრთის endplate-დან წამოსული ჰაერის vortex-ის ყურებით, მაგრამ იმას დასუსტებით გეტყვით, რომ პატარაობაში ხელიდან ჩემებს არ გავარდნილ ვარ. მე მგონი. აქვე ყავს ნოსტალგიის გეითკიპერები. ხალხი, რომლებსაც მართლა გულით, სულით და ჭაღარად მისჯერათ, რომ ნამდვილი სპორტი მაშინ მოკვდა, პილოტები მანქანიდან გატარებული ფაშის კონსისტენციით რომ აღარ მოხავდათ და სიჩქარეებს კიდე მექანიკურად ხელით აღარ უცვლდნენ ბოლიც. ვაი და ღმერთი გაგიწყდა და ბატონს, რომელმაც Facebook-ის პოსტზე 1984 მეშვიდეთ დაგიკომენტარა, რამეში არ დაეთანხმო. ეგრევე ჯვარზე გაგაკრავს. ან პორტიეში პასკალ ვიერლაინივით კედელზე. მაშინ მყარი იყო და სპორტი. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყავს DMS-ი, დრამის მოყვარული საზოგადოება. ამ ხალხმა საერთოდ არ იცის Apex-ი რა არის და მით უმეტეს საერთოდ რატო უნდა აიღო. საჭმელი არ არის. თამაში იყო სხვათა შორის კარგი და გააფუჭეს მე. მაგრამ თუ ორი პილოტი რატომღაც ერთმანეთს Instagram-ზე დაანფოლოვებს, ან რომელიმე ლოვე ოდნავ თხლად ჩაიცვამს, ზუსტად 10 წუთში თელ სამყაროს მოძდებს ამ ყველაფერს. მოდი ამჯერად განსხვავებული ვიქნები და Drive to Survive-ის მაყურებლებს საქმეში არ გავრევ. სხვათა შორის ბოლო პერიოდია ძილისინ უყურებ და ეგეც ცუდიც არ არის როგორც ვაზაგებთ. ტყებიდან შეყვარებულობის რომკომებამდე ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ ლანდორო დაიჰამბლა, ძალიან ბედნიერი ვარ და ნელ-ნელა გულის მიბრუნდება მაგ ბიჭისკენ. უბრალოდ ყველაზე მაგარი ფაქტი ის არის, რომ სპორტს ყველა ერთ დროს უყურებთ. ვიღაც მთელ სესიას მარტო იმაში ხარჯავს, რომ გაიგოს გადაღუნული ფრთა რა უპირატესობას აძლევს გუნდს. ვიღაც ახალი თაობის მანქანებს და მრბოლელებს აგინებს. ვიღაც კიდე იმის გაშიფრვას ცდილობს, რადიოში მაქსმა დედაზე შეიგინა თუ დედალზე. თვათბაქსობა სპორტის მაყურებლების განუყოფელი ნაწილია. იმიტომ რომ გულშემატკივრები ჩვეულებრივი ოქროს მედალოსტები ვართ ორმაგი სტანდარტების. სხვების პირით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დომინაცია არც ერთი გუნდის გულშემატკივარს არ მოსწონს. მერსედესის დომინაციის ერაში ყველა არაგერმანელების გულშემატკივარი წვიმაზე, მეორედ მოსვლაზე, ზრავის აფეთქებაზე და მეტეორის დაცემაზე ოცნებობდა. მხოლოდ იმიტომ, რომ კვირას გერმანიის ჰიმნის ფონზე არ ეწუწავათ ძმაბიჭებს. ამათი ბენეფისი კიდე Red Bull-მა დაასენდვიჩა. ჯერ ფეტელი იყო, მერე მაქსი 22, 23. ჯანდაბას 24-იც. უყურეთ როგორ იგებდა ეს კაცი რბოლას. მერე მიდიოდა სახში, სიმულატორზე iRacing-ში იგებდა ყველაფერს და მერე მიდიოდა GT3-ში და იქად უღებდა ტრეკებს. მერე მაკლარენები გამოვიდნენ ასპარეზზე. ეს ყველაფერი ძალიან შემაწუხებელია იქამდე, სანამ შენი პილოტი ან გუნდი არ მოექცევა ამ ზრიალას ზედა მხარეს. და უცებ აღარ არის შემაწუხებელი 25 წამით მოგებული რბოლები. უცებ მანქანებს შორის კონკურენცია შენებმა ინჟინრულ პიკამდე მიიყვანეს. საერთოდ აღარ აფასებენ ხელოვნებას დღეს. ამ და სხვა ფრაზების თქმას მოერიდეთ თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე მეგობრებთან. ან Ferrari-ს კეპის ნაცვლად ჩაფხუტი დაიფარეთ. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ღმერთმა ჯერ წუწუნი შექმნა და მერე ადამიანი. აბა რანაირად წარმოგიდგენიათ ადამიანი ამ გენიალური შესაძლებლობის გარეშე? ამ სპორტის აქტიური მაყურებლებიც თამამად ვიყენებთ დასაბამიდან მოწოდებულ შესაძლებლობას და ფორმულა 1-ის ყოველ მილიმეტრზე ვწუწუნებთ. საქალაქო ტრასები უსულო ფულჩაყრელი მოსახვეების უგარეშე არაფერი. დააბრუნეთ ისტორიული ტრასები. აბრუნებენ ამ ძველ ევროპულ ტრასებს და უცებ მანქანებია ძალიან განიერი. და თურმე რბოლა ფუჭდება. სპრინტია და თურმე ყველა რისკია ტექნიკის დაზიანების. სპრინტი არ არის და მოსაწყენი ხდება უქმეები. პირველი ხის სამეულს ჩაიტანს და საბურავები არ წვდება. ტრეკზე გადასწრებები არა და სტრატეგიაში ხომ ის უნდა შეეჯიბრონ გუნდები. საბურავი წვდება და ხელოვნურად შექმნილია ეს დაბრკოლება. ძალით საინტერესო რო გახდეს რბოლაო. მე ვერანაირად ვერ გავამტყუნებ იმ ხალხს, ვინც იძახის რომ სპორტი უკან წავიდა.
მას შემდეგ რაც პოპულარული გახდა. სოციმედიამ სპორტი უკან დახია კი არა, საერთოდ ქვესკნელში ჩაიყვანა. იქ სადაც საერთოდ ახალი სახეობის ადამიანები ბინადრობენ. პილოტმა მოსახვევამდე გადაამოხრუჭა? ნორმალური შეცდომაა, ხო? ინტერნეტში არა. აქ 12 წამში ანიმეს პროფაილ პიქჩერიანი ტიპის 3 ფოლოვერით GPT-ს Deep Search-ით დაწერილ სტატიას დაგაფარებს სახეზე და გეტყვის რომ ლუის ჰამილტონზე მეტი იცის და აქ საჭე ცოტა ნელა უნდა გადაეხარა 7 გზის ჩემპიონს. ოღონდ თუ ფიქრობთ რომ აქ მთავრდებიან ეგ ხალხი, მაშინ აუცილებლად გეტყვით რომ რაიმე სახის ვიდეოების კეთება დაიწყოთ ფორმულა 1-ზე. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. აუცილებლად მოგაგნებთ მინიმუმ 1 ადამიანი, რომელსაც ნიკნეიმად ხარისხში აყვანილი რიცხვებით მთელი გრიდი ექნება ჩამოწერილი. კედელთან ნაგაყენებენ და მარტო იმის გამო მიგაკაჩავებენ, რომ სადღაც ოსკარ პიასტრიზე თქვი, რომ თავის დას ძალიან გავს. ნინიკო ხარისხად 4. მე ეგეთია, იმაიც ეხა სექსიზმში არ ჩავამართვან. გიორგი 12. დღევანდელ ფორმულა 1-ში გრიდზე 22 მრბოლელია. რამდენადაც რთული გადასახარში არ უნდა იყოს თქვენთვის, უნდა გითხრათ რომ ყველა აქედან ჩემპიონი ვერ გახდება. უმეტესობა რბოლასაც ვერ მოიგებს და ზოგი საერთოდ პოდიუმზეც ვერავა. მაგრამ ყველა საჭიროა იმისთვის, რომ სპორტმა იარსებოს. საერთოდ არ არის აუცილებელი ვიღაც გავაღმერთოთ, ან მიწასთან გავასწოროთ. დებიუტანტი იმის დებიუტანტია, ვარჯიშზე შეცდომა რო დაუშვას და გამოუცადეგ არის სახელი ადამიანისთვის, ვინც 22 საუკეთესოშია, ცოტა უნამუსობის პიკი მგონია მე. არც ისაა ნორმა მეორე რბოლაში ეს ჩაქვესკნელებული ტიპი ტოპაჩი როშება და მერე სცენას ვეძახით. არა ნუ სიკვდილის შვილები ვართ ყველა და ყველა მოუკვდებით, მაგრამ ვაცადოთ ამ 9 წლის ბიჭს არსებობა რა, თუ შეიძლება. ჯერ. მაგრამ თუ შემთხვევით ფეხი დაგიცდათ და საშუალო პილოტის გულშემატკივრობა დაიწყეთ, რავი, თქვენ მიგიღწევიათ ფსიქოლოგიური წამების ხალხური მეთოდისთვის. თელსაბოლო უქმეებს იმაში ატარებ, რომ შენ წინ ვინმე დაიმტვრეს და შენი ემად ნორმალური ბიჭი მე-12 ადგილის მაგივრად მე-9-ზე გავიდეს. საუკეთესოდ აღნიშნული ორი ქულა by the way. მაგრამ არსებობს რაღაც. რაღაც რაც ღამის 3 საათზე ძველი ჰაილაითების ყურებას გვაიწურებს. დიდი ხმაურიანი ძრავები, სუბუქი მანქანები, რომლებიც შენ მაცივარზე ოდნავ მძიმე იყო, შვრიალა ბოლიდები და ბურძგლი ხელზე. ეგ იყო რბოლა, ან არ იყო. და მაშინ, როდესაც 10 წლის იყავი და შუმახერის რბოლებს იგებდა, ცხოვრება უფრო უდარდელად გეჩვენებოდა. 23-35 წელია ყველაზე მეტი ჩემ არსზე მაყურებლების რაოდენობა და თქვენ მოგარგეთ, თორე მე სულ არ მახსოვს ეგენი. ერთმანეთს რო კლავდნენ ლუისი და როსბერგი, სენაპროსტის გადაგდებები, მაქსი ლუისი, საცაგინდა როცა გინდა 2021. ნოსტალგია ძალიან ოხერი რაღაცაა და ძალიან მაგრად ფუთავს იმ ედიტებს. ახლა ამ ვიდეოს მე 8 სკროლავ და აგიწყლიანებს თვალებს. მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ფორმულა 1-ის მაყურებლები უშვებენ ყურების დროს, ეს არის გუნდის არჩევა. თუ შემთხვევით მიქარეთ და მთელი თქვენი პერსონალით ერთ გუნდზე მოარგეთ, ჩათვალეთ მანდ გაქვთ წყალი შეყენებული. განსხვავებით ფეხბურთისგან, სადაც ბავშვობიდან ერთ გუნდს გულშემატკივრობ, აქ სიტუაცია ცოტა სხვანაირადაა. ენერგეტიკული სასმელები, იტალიური მდიდრული მანქანის მწარმოებლები, გერმანელი ინდივიდუალისტები და დანარჩენი ყველა. არა, ანუ ფავორიტი უნდა გყავდეს, მაგრამ ერთის წაგება მთლიან ხასიათს არ უნდა გიფუჭებდეს. გაგიხარდეს ფერარის გამარჯვება, კიმის მოული, მაქსის პოდიუმი. გიყვარდეს ბევრი და გძულდეს ცოტა. ბანზი კოუჩის სიტყვებს კი გავს, მაგრამ გაცილებით მარტივია ცხოვრება, მაშინ როდესაც მარტო ჯორჯ რასელი და ესტებან ოკონი არ გევასება გრიდზე. ცადეთ, ზან მაგარია. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის თანაშემოქმედი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია ვერასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას მოეწონება. უბრალოდ მათემატიკურადაა შეუძლებელი ამდენი ხალხის გაბედნიერება. არა, ლუისმა ჯორჯი დაატრიალა. ჯარიმას მისცემდა თურმე სპორტი მიწასთან ყოფილა გასწორებული, ჯორჯს რაღა ეშველება ამ 5 წამით, ბლა ბლა ბლა. არ მისცემდა ჩალითაა გადახურული ეს ჩემპიონატი, ბრიტანელებს იმუნიტეტი აქვს ჯარიმაზე, მოსყიდული მსაჯია. შემოძრეული იტალიიდან. Safety გამოვადა დასასრულზე манипуლირებენო, არ გამოვადა ექსტრა გართობას გვაკლებენო. არსებობს წესდება, რომელიც ყველა სეზონის წინ ყოველთვის ხელმისაწვდომა დიდება FIA-ს წაიწე. წაიკითხეთ და გაურკვევლობაში მაინც აღარ იქნებით. ან იქნებ loopholes მიაგნოთ რამეს და თქვენ გუნდს დაეხმაროთ. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ვიწუწუნოთ და ვატრაკოთ, მაინც ავდგებით და მაინც უყურებთ რბოლას და კვალიფიკაციასაც. და თუ ძალიან ავადმყოფები ხართ, პრაქტიკებსაც. მიუხედავად ტოქსიკური გულშემატკივრებისა და დაუსრულებელი წესებზე კამათისა, თლიან შაბათ-კვირას მაინც ამ 2 საათიან ცირკზე ვარგებთ. იმიტომ წუწუნებთ, რომ გვაინტერესებს ეს ყველაფერი. საერთოდ არავის არ ეხალისება პარაგრაფების წერა community-ში, სადაც წერა-კითხვა ჯერ ბოლომდე მასწავლიც არ აქვს და ვინც იცის კიდე იმათ აზრის გამოტანა არ შეუძლიათ. იმ დღეს, როდესაც ფორმულა 1-ის გულშემატკივრები ტრასის ლიმიტებზე, საბურავების დეგრადაციაზე, ამინზე და გადაწყვეტილებებზე ბჭობას შეწყვეტენ, იცოდეთ, რომ ექსპორტი ზუსტად მაშინ მოხდა. შიშიკი შეექმს სიყვარულსა, მაგრამ სიზულით სადღაც მანდუია. მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და თუ გაგიხარდებათ, შუბლზეც აკოცეთ. აბა ჰეთ, აბა ჰოთ.